იმიტომ რომ მე არ მინდა ჩრდილოეთ კერული საქართველო, მე მინდა ევროპული საქართველო. მე მინდა რომ ჩემს შვილიშვილებს და ჩემს მოსწავლეებს ჰქონდეს თავისუფლების უფლება, სიტყვის თავისუფლების. მეწინააღმდეგები ძალიან ამ რეპრესიებს, რაც ამ ბოლო დღეებში ხდება საქართველოში და მე მინდა წინსვლა, ბედნიერება და სიხარული ყველასთვის ირგვლივ. და აი ეს პოლიტპატიმრები და მსგავსი რაღაცები არ მოსწონს და მე მინდა რომ განათლება იყოს პრიორიტეტი ჩემს ქვეყანაში და განათლება იყოს ჩემის ქვეყნის სახე და არა გაუნათლებლობა. აი ამ ძალადობის ფონზე ხო, ამ რეპრესიების ფონზე ხვალ აპირებს ქართული ოცნება აერჩიოს მათი პრეზიდენტი, იმიტომ რომ ქართველი ხალხი არ აღიარებს ამ არჩევნებს, როგორც ვიცით. შეიძლება თქვათ ამ ფაქტზე. პედაგოგი ვარ და სხვას ვერაფერს ვერ ვთქვი, ჩემთვის განათლება რჩება პრიორიტეტად. ამ ფონზე თვითონ გადაწყვეტენ რამდენად მისაღებია მსგავსი ინაგურაცია.